საჯარო დებატების გაძლიერებისა და დემოკრატიული პროცესების თანმიმდევრულად წარმართვისათვის აუცილებელი არის დებატების საჯაროდ დაბრუნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის ინიციატივა საზოგადოება დადებითად აფასებს და თვლის, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზრდისა და შესაბამისი გარემოს ხელშეწყობისთვის აუცილებელი არის საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ჩართულობა, რაც კიდევ უფრო საჯაროს გახდის ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს. პრემიერის განცხადებას გურჯაანშიც ეხმაურებიან და ფიქრობენ, რომ დაანონსებული ინიციატივა დროული და უალტერნატივოა. ნამდვილად დროული იყო, დროული კი არა დაგვაგვიანდა, იმიტომ არის საზოგადოება ეხლა პოლარიზებული. ეხლა კი ვიტყვით, დებატების ესე არ არის. საზოგადოების პოლარიზება იწყება იქიდან, როცა ერთმანეთს ორი დაპირისპირებული ბანაკი ვერ ელაპარაკება. და ლაპარაკი არის ყველაფრიდან, ყველანაირი გზის და მის გამოსავალი. მე მახსოვს წინვალე დებატები და აქ ჩვენთან გურჯაანის ტელევიზიაში მეც ყოფილი ვარ დებატის მონაწილე და ძალიან წარმატებული პროექტები იყო და ესე რატო გადამოუსვეთ ყველგან არ ვიცი. ძალიან დიდი პოლარიზებულად არის ჩვენი ქართული უკვე სახეზე გვაქვს. უბსკრული გვაქვს, რომელიც სწორედ ამ ერთ სტუდიაში დაჯდომამ და ურთიერთ დიალოგმა უნდა როგორმე ამოავსოს, როგორმე უნდა მოусპოთ ეს პოლარიზება და როგორმე უნდა გადავრჩეთ. გადარჩენაზეა ლაპარაკი მსოფლიოში, ეხლა ისეთი გადანაწილება მიდის და ისეთ ადგილზე ვართ და არ ვიცი, საათობრივად იცვლება ყველაფერი და რა დროს ჩვენი შინა დაპირისპირებაა და ერთმანეთის მკვდრებზე უხარიათ, ერთმანეთის მკვდრებზე იცილიან, ადამიანებმა სახე დაკარგეს საერთოდ დემოკრატიის ნომერ პირველი ნიშანი და საზოგადოების მოწიფულობა ეს არის დიალოგები, დებატები და აზრების გაცვლა, გამოცვლა, რომელიც არის ჟურნალისტიკაში უმაღლესი კლასი და ეს აუცილებლად დასაწყებია დაუყოვნებლივ. ყოველთვის არსებობს საპირისპირო აზრი და მოსაზრება ხოლმე, გაიგე? ოჯახი რო ოჯახია, ზოგჯერ მეუღლეებს შორის რო რაღაცა კონფლიქტია, ისევ მოლაპარაკების გზით და დათმობის გზით კეთდება იქ მოგვარება საკითხის და ამბობენ ხოლმე რომ ვინც კვიანია და განათლებული უფრო მეტად ცოტა ისე თმობს, მაგრამ ამ ეტაპზე ისეთნაირად არის სიტუაცია, რომ ორივე მხარეს უნდა მობილიზება გაუკეთოს თავის გონებას, თავის აზრს, თავის შეგნებას, რომ რაღაცებში მოხდეს შეთანხმება, სხვანაირად არ გამოდეს, ბატონო ველა. იყო თავის დროზე ანალოგიური ის, როდესაც ოცნებამდე და ნაციონალების პერიოდშიც დებატები იმართებოდა. ტელევიზიაშიც კი იმართებოდა დებატები. კაცო აქ ტელევიზიაში პირადად გადაცემები წაყვანილია შალვა ფიჩხაძე, სოფო ხორგუანი, კობა დავითაშვილი და იმათი ოპოზიციური ისინი ერთად ისყდნენ ხოლმე და აზრი ყალიბდებოდა საერთოდ. გვინდა და სოფლიოს დონეზეც გამოჩნდეს, რომ ქართველი ხალხი თავისი შეგნებით ვეფხის ტყაოსანზე აღზრდილი ხალხი არ უნდა იყოს ისეთი, რომ სხვას ვეკითხებოდე და ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველას გავაგებინოთ, რომ ერეკლე მეფე მეორე პატარა კახი გლეხების აზრსაც კი იგებდა და ის იზიარებდა